ჩემგან ისმის? ახლა ბარში ვარ და ცოტა ხმაურია, მაგრამ მგონი კი ჩაიწერება. კარგი. კარგი, ესე იგი მოკლედ დავიწყებ მაშინ. წელს ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფესტივალი ტარდება 17-დან 22 სექტემბრის პერიოდში. თვითონ პროგრამასაც შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ერთი არის საერთაშორისო მხატვრული კონკურსი, მეორე არის საერთაშორისო დოკუმენტური კონკურსი და ასევე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არასაკონკურსო სექციები, როგორც არის ბავშვად ჟიურის მონაწილე კინორეჟისორების ფილმების სექცია, ასევე არის მასტერ კოლექცია, ანუ ცნობილი კინორეჟისორების ბოლო ნამუშევრები და რამდენიმე რეტროსპექტივა იმ ცნობილი ასე ვთქვათ რეჟისორების, ვინც ჩამოდიან ყოველწლიურად. წლევანდელ პროგრამასაც შეეხება, ანუ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გამოვა პროგრამაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნაწილი გვაქვს, ნაწილი კიდე დგინდება და ივლისის ბოლოს, აგვისტოში უკვე საბოლოო სახეს მიიღებს. რაც შეეხება სტუმრების კუთხითაც ნაწილი გარკვეულია, ანუ ველოდებით ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კინო ასე ვთქვათ მოღვაწეს იტალიიდან, ასევე რამდენიმე ევროპულ კინორეჟისორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და აგვისტოში უკვე საბოლოოდ ცნობილი იქნება. და ასევე ერთ-ერთი სიახლე ბათუმის კინოფესტივალზე არის ის, რომ საქართველოს კინოცენტრთან ერთად ემატება ეგრეთ წოდებული industry events სექცია, სადაც სხვადასხვა ფონდების, ევროპის ფილმ აკადემიის, როტერდამის კინოფესტივალის კინოფონდის წარმომადგენლები და ასევე სხვა პროდიუსერები ჩამოვლენ. ასევე პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი ანჟეი ვაიდას სკოლა გააკეთებს პრეზენტაციას და ადგილობრივ და სხვა მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები კინორეჟისორებს და ახლობლებს ექნებათ საშუალება, რომ თქვათ გაიგონ აი ამ შესაძლებლობების შესახებ, თქვათ ერთობლივ რაღაც კინო კოპროდუქციის შესახებ შედგეს შეხვედრები, რაც შემდგომში რა თქმა უნდა კინოინდუსტრიის განვითარებასაც ხელს შეუწყობს. დანარჩენი ხარ შეიძლება ითქვას, ნუ ჟიურისთან დაკავშირებითაც ნუ გარკვეულწილად უმეტესობა უკვე ცნობილია და ესეც ივლისის ბოლოს უკვე მიიღებს საბოლოო ფორმატს, საბოლოო სახეს. ანუ ვინ არის თითოეულ სექციაში არის 5 ჟიური. არაფრის კარგად. კარგად.